EUTO საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, მწვავე ბრალდებებისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. პორტოს დეკლარაციაში ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, რაც ძირს უთხრის თავად არჩევნების შედეგებს. რეზოლუცია გმობს ზალის არაპროპორციულ გამოყენებას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მოუწოდებს დიალოგისკენ მხარებს, სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე დიალოგის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული კი უნდა გამოიხატოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებითა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებითაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი კრახი განცდილი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის დასკვნა, რომელიც სულიერ მკაფიოდ შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები არ იყო და ვერ იქნება აღქმული როგორც დემოკრატიული პროცესი. როგორც ჩანს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო მეტად იცავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ვიდრე ოდესმე ბოლო 13 წლის განმავლობაში ამ თვითმარქვია ხელისუფლებას დაუცავს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარი მძევლებიც კი გახდნენ, შეიძლება ითქვას, ამ რეზოლუციის და ამ ანგარიშის შესაბამისად ირიბად ან თუ შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირაც მათ აიღეს ვალდებულება, თუმცა როგორ განახორციელებენ იმ ვალდებულებას, როგორ შეასრულებენ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით და შემდეგ ასეთ თავისუფალ გარემოში ახალი არჩევნების ჩატარებასთან მიმართებაში, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ის ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რომელიც დადგა ქართული ოცნების პასუხისმგებლობით. რეზოლუციაში ნათქვამია ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, შეფასებული არის არჩევნების კონტექსტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საბოლოო ჯამში დასტაბილურდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც ოცნების პირობებში დადგა. ვაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, რომ არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელი და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ EUTO ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის ასე ვთქვათ გადამწყვეტი არჩევნების შეფასებისას. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს, ითქვა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას და ყველამ იმავე მომენტში დაიწყო EUTO-ს ოდირის გადგვერდზე გაწია და დაიწყეს, ასე ვთქვათ, საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. აი გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და რომ მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასევე წერტილი დაუსვა ბრიუსელის საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ აქ არის ხო EUTO ოდირი უნდათ, აგერ EUTO, აგერ EUTO-ს გენერალური მდივანი და აგერ მისი განცხადება, რომელიც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთისმეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეც კი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია რო დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. იყო გარკვეული მოლაპარაკება, შესაბამისი ცვლილებები ქართული მხარის ინიციატივით შევიდა ამ ტექსტში, რაც გულისხმობს სირიის მხრიდან აღიარების უკან გაწევას
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით და როდესაც უკვე პრაქტიკულად ყველაფერი იყო მზად იმისთვის, რომ მართლაც მხარი დაეჭირა ქართულ დელეგაციას ამ ტექსტისთვის, ცალკეული ქვეყნების, ერთადაც ბალტიის პირეთის ქვეყნები აქტიურობდნენ და რა თქმა უნდა ჯო უილსონის ამ ოდიოზური გამორჩეული Deep State-ის ხელით მოხდა ისეთი ცვლილებების ინიციირება, რომელიც არის პირდაპირ პროპორციულად საწინააღმდეგო იმ რეალობისა და სიმართლისა, რაც საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენო დელეგაციამ ამას ხარი არ დაუჭირა და მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და რაღაც ძალიან ცოტა ხანი ყიჟინად დასცეს რადიკალებმა და მართა მხარდამჭერებმა აი ამ ტყუილზე საკუთარ სისულელეზე, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და მალევე გამომჟღავდა ეს სიცრუე. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმყოფებოდა. გამოძიებას ისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, მათ შორის საბოტაჟისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა ვახტანგ გომელაურმა და მაიაც კიტიშვილმა, ასევე სხვა ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა. გამოკითხდნენ სოფელ ჩორჩანასა და წაღვლის მცხოვრებლებიც. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც, რომლის ფარგლებშიც განმარტება დისტანციურად მისცა გიორგი განხარიამ, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება. არ ვიცი კონკრეტულ პირს, კონკრეტულ ბატონ მაჭავარიანს რა თემაზე იბარებენ, ითქვა რომ ჩორჩანას თემაზე, თუმცა არ ვიცი, შეიძლება მას სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც დაუსვან შეკითხვები. ვნახოთ, დაველოდოთ, საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ეთერში, სადაც ძალიან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, კაცი, რომელმაც ჩამოიყვანა ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი და საქართველოს ისტორიულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა ეს ადამიანი, აი ეს კაცი ზის ეთერში და ღიად საუბრობს ჩორჩანას თემაზე, მაშინ, როდესაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღიად ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება. ჩვენ ვნახეთ გიორგი განხარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი, რომ ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას და დავკარგეთ, არაფერი არ დავკარგეთ. არა და რა ვიცი, ხარ მართლა იქ ხო არ ხდება სხვა კონტინენტზე ეს ყველაფერი აქვეა, ხომ? ხო ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს. აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, ამ გიორგი განხარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. თარიღებითაც შეგახსენებთ 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოითქვა პროტესტი, რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ, იყო უარი, რომ არ გადაიტანენ არცად საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც როგორც წესი არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი. პორტუგალიის ქალაქ პორტოში უთოს გენერალური ასამბლეის პლენარული სესია გაიმართა. სესიაზე მოხსენებით ქართული დელეგაციის წევრები მაია ბითაძე და ლევან მახაშვილი წარსდგნენ. დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სიტყვით გამოვიდა ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეც ლევან მახაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
არჩევნებზე, რომლის მოგებასაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს, ოდირის ანგარიში ცალსახად წერია, რომ მისი შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ამ მომრჩეველთა ნებას ასახავდა. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ პარლამენტის 40%-ზე მეტი ოპოზიციით არის წარმოდგენილი. თუმცა ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატად, თუმცა ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო პარლამენტი. პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობა გქონდეს და ამას არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ. მე გუშინ საქართველოს შესახებ ვისაუბრე და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში საქართველოს წარმომადგენელმა გვაცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ეს არის მიზეზი, რის გამო შვეიცარიას აქვს მანდატი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები წარმოადგინოს და რუსეთის საქართველოში. ამიტომ ვითარება საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმყოფებოდი არჩევნებზე დამკვირვებლად, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, როდესაც არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგზე ყველა საარჩევნო დამკვირვებელი შეიკრიბა და ვიკითხეთ, როგორი იყო არჩევნები. დავადგინეთ, რომ არჩევნები იყო სრულყოფილად ორგანიზებული, სამართლიანი და არავითარი უწესრიგობა არ იყო. გამონათქვამები ცალკეული საჯარო მოხელეობის და პოლიტიკური ფიგურების, რომლებიც აზრზე ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ საბოლოო ჯამში, ესე საქართველოსთან მიმართებაში ესე გამოდის და რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამ გამონათქვამების არ გააჩნიათ რეალური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში რაიმე ტიპის უფლებები აქვს ოპოზიციას იჭერენ, ოპოზიციას არ ვიცი, ახლა საპარლამენტო ტრიბუნას კი არა, სუნთქვას უშლიან უკვე ამის Facebook პოსტებიდან დაწყებული, ქუჩაში გაგრძელებული ყველაფერი არის დასჭადი. ამას რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც ამას ყველას აკეთებს, ვერ ერგოა ქართულ პოლიტიკაში ბრიტანეთამდე თქვა. ჩვენ ამ კრიტიკას ვერ მივიღებთ და გეტყვით რატო. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ სწორედ იმის გამო რომ პატივს ვცემთ ჩვენს ამორჩეველს, იმ 170,000-მდე ამორჩეველს საქართველოს მოქალაქეს, ვინც ხმამობს სამხედროდ გაყალბებული არჩევნების, სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ამის მათების თუ გაცილებით დიდი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ პოლიტიკურ ბოიკოტში. და მანდატები სწორედ ამიტომ არ დაგვიტოვებია. და ჩვენთვის პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის კანონით მონაჭებული საშუალება და ფორმა და ჩვენ ამ ბოიკოტში ვჩერდით. არჩევნების შედგა და არჩევნებზე ხალხის ნება იყო სრულად აღსახული და ოპოზიცია მიიღო 61 მანდატი 150 კაციან პარლამენტში, ანუ 40%-ზე მეტი. და როდესაც შენ არ ასე ვთქვათ, იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ ამ მანდატს, შენ უგულობეყობ შენ ამორჩეველს. ეს არის სიმართლე, რომელიც გაჟღერდა. თუმცა იქნა იმ შვეიცარიელი დელეგატის მიერ აღნიშნული ერთი რამ, რომ მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოებს არ მოეწონათ არჩევნების შედეგები. ჩვენ ვიცით, რა ვისაც არ მოეწონა, ხო, ვინც ჩამოდიოდა აქ და წინა საარჩევნო კამპანიას ატარებდა. თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ოპოზიციაში კი კვლავ განსხვავებულია შეხედულებები მონაწილეობასთან დაკავშირებით. კენჭის თხესთვის ემზადებიან გირჩი და გახარია საქართველოსთვის. ამ დრომდე საბოლოო ოპოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს პარტია ლელოს, სადაც განმარტავენ, რომ კოლეგების მხრიდან ზეწოლა მათ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. სხვა ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ აუცილებელია ერთობლივი ბოიკოტი. მართლ გუნდში კი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მივდივართ არჩევნებში. ეს არის გადაწყვეტილი და ამ პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ. ასევე დიდი ხანია ვამბობთ იმას, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ ეკონებს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებაზე. ეს გადაწყვეტილება არ შეგვიძლია, არ ვცვლით და არც მომავალში ვაპირებთ შევცვალოთ. ფოკუსი გასასწორებელი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ კურსს და არჩეულ კურსს ხალატობენ, ხო? ვინც ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს მომავალში, ვინც ბოიკოტის და არ თანამშრომლობის პოლიტიკაზე ამბობს უარს, ვინც აღარ ამბობს, რომ არჩევნები თუმე რაზეც ვიძახდეთ ყველა შეთანხმებული ვიყავით, რომ გაუქმებული ამ ქვეყანაში თუმე აღარ არის გაუქმებული, ფოკუსი ამ ხალხმა უნდა გაასწოროს და პირიქით მათ უნდა მოუწოდებდეთ რომ ჩვენ რომ ფოკუსი გაასწორეთ ხო, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ იქით თუმე ბედავენ ამის თქოს, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ მოუწოდეთ. ის რომ შენი ამორჩევლის ნება, აი ესე გვერდზე მოისროლე და სხვის კარნახს და დამორჩილდი, სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი აქ, რა თქმა უნდა, ეგ საბოლოო ჯამში ბუმერანგივით გიტრიალდება. ეს შიდა რო იტყვია ეხლა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება სწორედ ამ ფუნდამენტალური მიზეზებიდან გამომდინარეობს.
დანარჩენი ახლა იქ არის პირადი ეგოიზმი, პოლიტიკური, პარტიული ეგოიზმი და ასე შემდეგ. ერთმანეთის გაუტანლობა და აუტანლობა. აი ეს არის ის, რაც ახლა ამ ოპოზიციის კუთხით ჩვენ სახეზე გვაქვს. სწორედაც რომ ერთპარტიული პარლამენტია, ის სადაც ისინი თავს კონკრეტულად გრძნობენ და მათ რა თქმა უნდა არ უნდათ გიორგი გახარებას პირადად და ჩვენი გუნდის წევრების ხილვა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რა დღეშიც აი კომისიის პირველ რაუნდზე და მეორე რაუნდზე ჩავარდნენ, აი ესეთ დღეში ჩავარდებოდნენ ყოველი სხდომის დროს და რა თქმა უნდა ეს მათ არ უნდათ. და ამიტომ გადაწყვეტეს და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოვა დრო ეს ამ გადაწყვეტილებას თავის სახელი დაერქმევა მათ შორის სამართლებრივად, როდესაც ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო და ზოგადად აზრი ექნება რაიმის გასაჩივრებას. არც ერთ სხდომას ისინი არ დასწრებიან, რაც არამც არ შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკური ბოიკოტი, რასაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, შესაბამისად მოხდა გადაწყვეტილების მიღება მათთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მომდევნო 12 ადამიანი, რომელიც ამ სიაში იმყოფება, მათ უჩნდებათ შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. წინარესაც საჭირო არის მათგან თანხმობის მიღება, რომელსაც თავისუფლად წარუდგენენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცენტრალურ საარჩევნო კომისია შემდგომ ამას დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მომართავს და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. თიახლოდიანმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლების მაცხოვრებლებს საინფორმაციო კამპანიის მიზნები გააცნო. კახეთის რეგიონიდან ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ძირითადი თემატიკა განისაზღვრა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოხატული ინტერესების შესაბამისად და უკავშირდება დასაქმების, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. ტრადიციულად ამგვარი ინტერაქციული შეხვედრების შედეგად იზრდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებულობა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნებს ემსახურება. ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, სადაც მოვისმილეთ მათი ინტერესები, ასევე ჩვენ გავაცანით სახელმწიფოს მიერ განერქილი სერვისები და გავაცანით გაგეგმილი და მომავალში განსახორციელებელი პროექტები. იმდენად ყურადღება არის აქეთ გამახვილებული, რომ ეს როგორც სახელმწიფო ენა სახელმწიფოს საჭიროებიდან გამომდინარე კი არა, თვითონ მოსახლეობის კომფორტისთვის და ინტეგრაციისთვის საზოგადოებასთან აქედან გამომდინარე ვხედავ, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ სხვა საკითხებთან.